მოგესალმებით. ეთერშია სატელევიზიო გადაცემა დისკურსი. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ბუნებრივია ჩვენი გადაცემის თემაც ამ საკითხს ეძღვნება. მე სიამოვნებით წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. სოსო ხახალიშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, ქალბატონი ციცი ჯინჯიხაძე, ფსიქოლოგი. ბატონი მურმან წოწორია, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი, გია ელიავა, მარტვილის მუზეუმის დირექტორი, ზაზა ჯალაღანია, იურისტი, მეწარმე, ხატია ბანძელაძე, სტუდენტი, ონისე ჯანაშია, სტუდენტი და ასევე თათია ოგავა, სტუდენტი. გიცავთ დღევანდელ დღეს, ულოცავ ტელემაყურებლებს და ბატონო სოსო, რა ხდება დღეს იმერეთში? როგორ ავღნიშნავთ ამ დღეს? დღევანდელ დღეს, დამოუკიდებლობის დღეს, უბრალოდ საქართველოს მიულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს ასევე არის მერაბ კოსტავას დაბადების დღე და მინდა სულ ყველას მოგილოცოთ ჩვენი ეროვნული გმირის დაბადების დღე. დღეს 76 წელი შესრულდა მისი დაბადებიდან. დღეს გაწყობა ნამდვილად ამაღლებულია. რა თქმა უნდა. დღეს ამაღლებული და კარგი გაწყობა არის, როგორც იმერეთში, ალბათ ყველა ნახავთ ტელევიზიით სხვადასხვა რეგიონებიდან ჩართვებს დედაქალაქში. აღნიშნავთ დამოუკიდებლობის დღესასწაულს, ქვეყნისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს და რა თქმა უნდა, ყველანი ამაღლებული გრძნობით ვებზადებოდით დღევანდელი დღის შესახვედრად. ძალიან მრავალი ღონისძიება არის დაგეგმილი როგორც ქალაქში, ასევე რეგიონში. აქვე ისევ დაუბრუნდები მერაბ კოსტავას თემას და გეტყვით, რომ ხარაგაულში იმ ადგილას, სადაც დაიღუპა ბატონი მერაბი, პატარა სკვერი გაკეთა და დღეს იხსნება ოფიციალურად ეს სკვერი, ასე რომ ისი ხსოვლის პატრიოტიზმი ხარს ექნება ამის საშუალება, რომ არ იყო მოწყობილი ეს ადგილი ისე როგორც შეეფერებოდა და დღეს ხდება ამ ადგილის მოწყობა. მრავალი კულტურული ღონისძიება არის დაგეგმილი ქალაქში, ადგილობრივი ტელევიზიები, თქვენი ტელევიზიის მეშვეობითაც როგორც ვიცი ძალიან ხშირად ანონსირდებოდა, რომ დღეს როგორც ჩვენი ქალაქი, ასევე ქვეყანა დასამახსოვრებელ 26 მაისის დღესასწაულს აღნიშნავს. იმედი მაქვს, რომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვნად აღინიშნება, იმდენად მნიშვნელოვნად, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის კიდევ ერთხელ გახდება ცნობილი და ექნებათ მათ ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. ქალბატონო ციცი, თქვენ როგორც ფსიქოლოგი, მოკლედ გითხოვთ სიტყვას, შეაფასოთ დღევანდელი დღის არსი და მნიშვნელობა ქართული ადამიანის ცნობიერებისათვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, ყველას, აბსოლუტურად ყველა ქართველს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, საქართველოში, ჩვენ ქალაქში თუ საზღვარგარეთ, მე ამას ხაზს უსვამ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველია დღეს საზღვარგარეთ გასული, ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს. ეს დღე არის ძალიან მარტივად ვერ ვიტყვით ამას, რომ უბრალოდ მნიშვნელოვანი. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი დღე. ნებისმიერი ქართველისათვის, იმიტომ რომ საქართველოს ისტორია ოდით დღემდე მოყოლებული, ყველამ კარგად ვიცით, არის სწორედ თავისუფლებისათვის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორია. 100 წლების განმავლობაში გარკვეულ ისტორიულ მონაკვეთებში ჩვენი ერი ხოლმე მიაღწევდა, გამარჯვებები იყო დაცემები, იყო ამაღლება და ეს ისე როდესაც კიდევ ერთხელ აღინიშნა და საზღვარგარეთის სახელმწიფოებმა ცნეს საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ასეთი რა თქმა უნდა, მანამდე იყო უბრალოდ ლოკალურად გამარჯვება ჩვენი ერის ხოლმე, მაგრამ ასეთი გარემოცვაში საზღვარგარეთ ევროპულ გარემოცვაში ბუნებრივია ეს აღწევთან მოხდა, რომ 26 მაისამდე ამდენადაც ვამბობ მე, ეს ჩვენი ცნობიერებისათვის, ნებისმიერი ქართულისათვის არის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, რომელიც კი ზოგადად შეიძლება რომელიმე ერთს კონდეს თავისი ისტორიის მოგეცე. გაღიაროს მსოფლიომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უმნიშვნელოვანესი როგორც ძალიან. მოგესალმებით ბატონო მურმან, რა ხდებოდა სამეგრელოში, როგორ აღნიშნავდით ამ დღეს? მივესალმებით თქვენი ტელევიზიის ყველა მაყურებელს, ყველა ქართველს და არა ქართველს, ვინც თავის ქვეყნათული საქართველოს და იღწვის იმისთვის, რომ საქართველოს იყოს ბედნიერი, ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. როგორც ყველგან დღეს მარტვილშიც ძალიან ლამაზად აღინიშნა ეს დიდებული დღესასწაული, დაიგეგმა სპორტული ღონისძიებები, კონცერტი, სპექტაკლი, ყოველთვის სიტყვით ძალიან დატვირთულია, ძალიან ლამაზი დღეა. მე მინდა აქვე ხაზი გაუსვა ბატონი მერაბ კოსტავას დაბადების დღეს, რომელიც პირადად ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მე მინდა ყველა ქართველს კიდევ ერთხელ შევახსენო ამ დიდებული, თუმცა შეხსენებაც რა შეჭირდებათ, ამ დიდებული ეროვნული მოღვაწის ღვაწლი. დიახ, გმადლობთ.
მიკროფონთან თუ შეიძლება დიახ. მოგესალმებით, გილოცავთ. ჩვენთვის ის არის რამდენადაც ქართველი კაცი სულის ამოძახილია და დამოუკიდებლობის დღეს არ ამგონია დღეს ქართველმა ეს არ იგრძნოს და ამ გრძნობით არ მოეპყროს ამ დღესასწაულს დღევანდელ დღეს. დღესასწაულია, იმიტომ რომ ჩვენს დღევანდელი დღით ვაგრძელებთ და ვამტკიცებთ იმას, რომ ქართველი კაცი არ შეეგუება და დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების როგორც ჩვენი წინაპრები, ჩვენც ვიბრძოლებთ ამისთვის და ჩვენ დღევანდელი დღის ჩართულობა, აქტიური ჩართულობა მუზეუმის არ იყო გამონაკლისი და მუზეუმშიც აუღრიშეთ მოვაწყეთ გამოფენა და მივიღეთ ამ ჩვენი წვლილი ჩავდეთ ამ შევიტანეთ. დიდი მადლობა. ბატონო ზაზა, თქვენთვის რას ნიშნავს ეს დღე, როგორ მოგესალმებით, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ალბათ ზედმეტი ამ დღის მნიშვნელობაზე ლაპარაკი თითოეული ქართველისთვის და არა ქართველისთვის, ვისაც თავის ქვეყანა უყვარს, ამ შემთხვევაში საქართველო. მე ერთ რამეს ვიტყვი, ხოლო ჩვენ 200-წლოვანი ქვეყნის და დამოუკიდებლობის დაკარგვის მერე გასულ საუკუნეში დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი იდენტობის, ჩვენი ეთნოსის, ჩვენი ქართველობის შენარჩუნების ერთადერთი იარაღი არის სახელმწიფო. და ეს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა უკვე ყველაფერს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ამის მერე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ შემდგომ განვითარებაზე და მე კიდე ერთხელ მივესალმები იმ ადამიანებს, ვისაც თავის ქვეყანა გულწრფელად უყვარს და მერაბ კოსტავას დავესესხები პერიფრაზს გავაკეთებ, მან თქვა ასეთი სიტყვები: უნდა გიყვარდეს ეროვნული მოძრაობა შენ თავში და არა შენი თავი ეროვნულ მოძრაობაში. უნდა გიყვარდეს საქართველოს შენ თავში და არა შენი თავი საქართველოს და მე მივესალმები განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც უყვართ საქართველოს თავის თავში. დიახ, დიდი მადლობა. მინდა სტუდენტების აზრი მოვისმინო, ახალგაზრდების აზრი, როგორც დღეს მითხრეს ჩვენი გადამღები ჯგუფი როცა გავიდა გადაღებაზე და აინტერესებდათ საზოგადოების დამოუკიდებულება, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი ამ დღისადმი და როგორ აღენიშნებოდა იგი მათი მონაწილეობით აღენიშნებოდა თუ არა, ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა აღმოჩნდა ესეთი, რომლებიც არ ფლობდნენ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას, მართალი კითხვაც ცოტა გამიკვირდა და ცოტა გულის დამწყდა, ამიტომ ჩემი სტუმრების დღევანდელი პოზიცია და მათი მოსაზრების დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გადაცემაში მონაწილეობაც. მადლობა, ონისე შეგრიდათ გითხრათ. ჯანაშაუნის საგაგრძელებელი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. პირველ რიგში, ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია და რიგითი ქართველისთვის დღევანდელი დღე. 1919 წლის 26 მაისიდან ალბათ საქართველოს თითოეული მოქალაქის გულში ყოველ წელიწადს აღინიშნება ეს ეროვნული დღესასწაული, ეროვნული სიმბოლო 26 მაისი, რომელიც იყო ჩვენი მტრის რუსეთისგან გამოღწევა და სვლა დასავლური ღირებულებებისკენ და სვლა ევროპული ინტეგრაციისაკენ. და რაც შეეხება ჩვენ როგორ აღვნიშნავთ დღეს ახალგაზრდობა, ქუთაისის ახალგაზრდობა სტუდენტები, ეს პირველ რიგში მადლობა უნდა გადაუხადოთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ასეთ შესანიშნავ ღონისძიებას გეგმავს და ასე ვთქვათ, იგი არიან ჩართულები როგორც ამ სიმბოლურ დღესასწაულს, ასე ამ დღევანდელი თანამედროვე აქტივობებით და ასე ვთქვათ, სამახალისებელი ღონისძიებებით გვილამაზეს ამ მშვენიერ დღეს. იმ ტრადიციულ ღირებულებებთან ერთად, იმ სულისკვეთებთან ერთად მნიშვნელოვანია ეს კულტურული ღონისძიებები, რომელიც იმართება ქალაქში. დიახ, დიდი მადლობა, ონისე. თათია გისმენთ. მოგესალმებით ყველა ქართველს და საქართველოში ვცხოვრებ. ყველა ადამიანს ულოცავ დღევანდელ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და თუ ჩვენ ვისაუბრებთ ამ დღის მნიშვნელობაზე, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი დღეა და ქართველ ერს, რომელსაც აქვს განვითარების ამხელა პოტენციალი, არ შეიძლება არ იყოს თავისუფალი ერი. ამდენად ჩვენი ერისთვის იმისათვის რომ განვითარდეთ, იმისათვის რომ მივაღწიოთ აი იმ შედეგს, იმ რეზულტატს, რაც და ის არ დაიკარგოს ის ჩვენი ეროვნული სულისკვეთება, ამისათვის რა თქმა უნდა საჭიროა ვიყოთ თავისუფალი ერი და იმედია დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებით თავისუფალი დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები. არა, მუდმივად ვიქნებით, გმადლობთ. დიახ, მადლობა დიდი. მოგესალმებით პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს ყველა საქართველოს მოქალაქეს და უცხოეთში მყოფს. ჩემთვის პირადად ეს დღე არის გამორჩეული იმით, რომ ამ დღეს ვხვდები თუ როგორი ძალიან მაგარია, როცა ვარ ქართველი და ყველაზე მეტად მიამაყება 26 მაისს ჩემი ქართველობა. ვისურვებდი, რომ მომავალში შემდეგ 26 მაისს აღარ იყოს სარიელი სახეები და როდესაც გადასახებად გახვალთ, ყველა ჩაგეწეროთ და ყველა მგითხრათ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. მადლობა დიდი. ბატონო სასო, არ შეიძლება არ გადავიდეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, რომლის დაძლევაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენ რო ევროპელები ვართ, ამაზე მე მგონი ჟაბასი არ ზღვის, იმიტომ რომ ეს ისტორიულად დამტკიცებულია, ჩვენ უბრალოდ
დღესდღეობით ვცდილობთ ჩვენ ძირძველ ოჯახში დაბრუნებას. სულ ახლა დამთავრდა რიგის სამიტი და რიგის სამიტზე გაჟღერდა რომ საქართველოს გადადგა ნაბიჯი ევროპისკენ და შეასრულა ის ვალდებულებები, რაც შესაძლებელი იყო და უკვე ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ანუ მზადყოფნიდან გადავედით უკვე მოლოდინის რეჟიმში, რათა საბოლოოდ მივიღოთ ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირიდან. მე ვიტყვიეთ, გავიხსენებ უბრალოდ ერთ შეხვედრას ერთ უცხოელ კოლეგასთან, ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ვიწევდა ჩემი ძველი სამსახურიდან გამომდინარე მათთან ურთიერთობები. ტელემაყურებლებს თქვენ საზოგადოებრივ სექტორში აქტიურად მუშაობთ. კი ბატონო, 15 წლის განმავლობაში ვიყავი სასამთავრობო სექტორში და როცა ვსაუბრობდით ხოლმე საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ამ ადამიანმა მითხრა რომ ესეთი ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსი არის, სხვათა შორის აი ამ ძველი სოლიდარნოსტის მონაწილე მოძრაობის, მითხრა რომ ევროკავშირში თქვენ გაწევრიანებას ორი მოლოდინი აქვს. ერთი თქვენი მოლოდინი და მეორე ჩვენი მოლოდინიო. ნუ თქვენი მოლოდინი არის ისო თქვენ გიდათ სტაბილურობა, თქვენ გიდათ უსაფრთხოება, თქვენ გიდათ ეკონომიკური წესრიგა და გაჩერდა. თქვენი მოლოდინი რა არის მეთქი? ჩვენ თქვენგან სულიერების მიღებას ველოდებითო. ანუ დღეისათვის როცა საკითხი ისმება რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენ შეიძლება ევროპის ოჯახში გავიტყვიფოთ ისე რომ ვეღარ შევინარჩუნოთ ჩვენი ასე რომ ვთქვათ ტრადიციები, ჩვენი ისტორია. მე ამას ვერ დავეთანხმები. იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტი და უფრო მრავალრიცხოვანი წრები ყავდა ჩვენი ისტორიის განმავლობაში და ისტორიკოსები ბრძანდებიან და ჩემზე უკეთ უწყიან ეს. მაგრამ ქართველი კაცი როცა სულიერებით იყო ძლიერი, ის ყოველთვის ძლიერი იყო და სულიერება მოიტანა დღევანდელ მოიყვანა დღევანდელ ქართველიერი, ქართველი სახელმწიფო. და იდენტობას ძალიან დიდი ფასეულობას. ამიტომ თუ ჩვენ სულიერად ვიქნებით ძლიერი, ჩვენ არანაირი სამთხი არ გვემუქდება ჩვენ იდენტობის შენარჩუნების. ჩვენ თუ ჩვენ თავში დარწმუნებული ვიქნებით, რომ ჩვენ სწორ გზაზე მივდივართ და სულიერებით მივდივართ, ვერანაირი ცდუნება, რა თქმა უნდა და გამოწვევები, როგორც თქვენ ახსენეთ, ძალიან დიდი არის. ეკონომიკურიც, ფინანსურიც, შეიძლება იყოს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მითუმეტეს ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, სწორი და საღი პოლიტიკა სულიერების სიძლიერე არის ქართველი სახელმწიფოს ხვალინდელი დღე. ჩვენ სხვა მომავალი არ გაგვაჩნია, ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენ ევროპულ ოჯახში უნდა დავბრუნდეთ. მაგრამ ამ დაბრუნებასთან უნდა ახდეს ჩვენი სულიერების გაძლიერება და უნდა ახდეს ის ასე რომ ვთქვათ სწორად განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ქვეყანას მიიყვანს იმ გზაზე დააბრუნოს ევროპული ოჯახი. ამბობენ რომ ამ დღის აღნიშვნისას როცა არ ფიგურირებს აღლუმი, ეს არ არის კარგი მესიჯი. მოდით ესე ვთქვათ, ორი ხარი აქვს ყველაფერს, როცა საუბარი არის თანხების დახარჯვაზე, დღეს რამოდენიმე გამოიყო საგანგებო ფონდიდან პრემიერის დაახლოებით 1.200.000 ლარი დღევანდელი დღის ღონისძიების შესატარებლად თბილისში მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში შესაბამის ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე რესურსები კეთდება ღონისძიები, მაგრამ მოდით ახლა თუ ჩვენ საზღვავთ იმას, რომ ჩვენ თავარია ვზეიმობთ. თავარია აი როგორც ითქვა, ხო, ზამთრა რომ ჩვენ გულში უნდა ვზეიმობდეთ, ჩვენ გულში უნდა ვზეიმობდეთ, დღეს უნდა იყოს ყოველთვის უნდა ვზეიმობდეთ, მარტო 26 მაისს კი არა, ყოველ დღე უნდა იყოს ჩვენთვის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, ჩვენი დიდგორი, ჩვენი ბასიანი უნდა მოვიგოთ, როგორც ბრძანა პატრიარქმა თავის ეპისტოლეში. ამიტომ თუ ჩვენ დღეს 100 ლარით მეც დავხარჯავ თუ 100 ლარით ნაკლებს, ან თუნდაც სამხედრო შეიარაღებას გამოვიყვანთ თუ არ გამოვიყვანთ. მაგრამ ქვეყნის განვითარების გზაზე დადგება ისეთი ეკონომიკური ვითარება თუ მდგომარეობა შესაბამისი, როცა ამის ჯერიც იქნება? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა სახელმწიფოს სიამოვნებს მისი სამხედრო პოტენციალის გამოყვანა, ჩვენება, ზეიმი, აღლუმი, ახალგაზრდებს ჩვენს დიდი სიამოვნებით, მაგალითად მე დღეს შემშვილებთან ერთად დიდი სიამოვნებით რამოდენიმეჯერ ჩავიარე აი ამ ესე რომ ვთქვათ რუსთაველის გამზი, სადაც სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება იყო გამოფენილი და ეს ჩემი სიამაყეც არის ქართული კომპანიის დელტას მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა ვნახეთ, რომ გაჩერდა და აღარ მუშაობს და ძალიან კარგადაც მუშაობს და გუშინ დაანონსა და კიდეც გამოიყვანეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც 1-2 ანალოგი თუ მოეძებნება მსოფლიო მასშტაბით. ყველაფერი კეთდება, ყველაფერი მიდის ნელ-ნელა მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით, რაც თავარია და ამაში კიდევ ერთხელ გვჭირდება ერთიანობა და ერთსულოვნება. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. ასე რომ
ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, ერთიანობა ერთმანეთში და ძალისხმევა. ქალბატონო ციცი მნიშვნელოვან გამოწვევებზე ვსაუბრობ, თქვენ როგორ შეაფასებთ იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს დღეს ქვეყნის წინაშე, როგორც დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი. ნუ კი ვამბობთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ თავის დამოუკიდებლობას, თუმცა გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ანუ საოკუპაციო მცოცავი ხაზები და ასე შემდეგ. თავისუფლება ეს არ არის ხელისუფლების, უღონებელ ხელისუფლების მიერ საზოგადოებაზე ქვეყნის მოქალაქეებზე მინიჭებული რაღაც პრივილეგია და რაღაც სტატუს quo ან რაიმე ისეთი ოფიციალური ფორმა, რომელთაც ადამიანმა და რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქემ უნდა იცხოვროს, რომელთაც უფრო სწორად. და კიდევ ერთი, რომელსაც რომელიმე სახელმწიფო საკანონმდებლო კოდექსი ან კანონი განუსაზღვრავს თავის მოქალაქეს სახელმწიფოში. ეს არის შინაგანად წამოსული ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. უნდა მას თავისუფალი იყოს, შეუძლია იყოს თავისუფალი. დამოუკიდებლობა უკვე არის, ანუ ერთგვარად თითქოს შეხვდით ეს ორი სიტყვა სინონიმებია ერთმანეთისათვის, მაგრამ თავისუფლება არის მე მინდა ხაზგასმა ამაზე ადამიანის ნებისმიერი ინდივიდისაგან წამოსული პირველი თავისუფლება, როგორც ვაჟა ამბობს, შენ თავისუფლება არის თავისი თავისუფალი როცა არის ადამიანი და დამოუკიდებლობა არის უკვე ადამიანების მიერ, საზოგადოების მიერ მონიჭებული, უკვე ოფიციალური დოკუმენტალურად გაფორმებული რაღაც სახელმწიფოებრივი. ეს წავიკითხე ეს მედარ მამბადაშვილი წერს დამოუკიდებლობა. ჩვენ ახლა ისტორიას თუ გადავხედავთ და საერთოდაც ვერ იტყვი იმას, რომ აუცილებლად დამოუკიდებლობა ადამიანის საზოგადოებას უნდა მისცე და ამით ინდივიდი მიაღწევს თავისი სულის თავისუფლებას. სულაც არა მონათლობელურ საზოგადოებაშიც კი იყვნენ ცალკეული ინდივიდები, მხოლოდ ისეთები, რა თქმა უნდა, შექმნა თავისუფლების რაღაცა უსაზღვრო ისეთი პრეცედენტი და აჩვენა ზუსტად არა ქართველებს, არამედ მთელ კაცობრიობას რა არის ნამდვილად თავისუფლება და რა არის ზვიადგამსახურდია, რაც იგივე გააკეთა უბრალოდ მე ქართველებზე, ანუ მე რო კოსტავაზე სპეციალურად, იმიტომ არ გავაკეთე ხაზგასმა, რომ ეს ჩვენი გენეტიკური კოდია სწრაფვა თავისუფლებისათვის და თავისუფლების ჩვენი სტატისტიკური მდგომარეობა შეიძლება ითქვას თავისუფლება, იმიტომ რომ ეს მოყვება ჩვენ დასაბამიდან დღემდე წინა შესავალშიც ვქვი. ეს არის გენეტიკური კოდი, რომელსაც ალბათ ჭირდება გაცნობიერება. რა თქმა უნდა და დამოუკიდებლობა, კიდევ ერთხელ ვთქვი, ეს არის უფრო ოფიციალური რაღაც ისეთი განსაზღვრელი სიტუაცია და ფორმატი, რომელშიც უნდა იცხოვროს ერმა, მაგრამ თუ თავისუფლად გამოხატვის ნების სურვილი არ აქვს რომელიმე ინდივიდს და საზოგადოება რა არის ინდივიდების ერთი კრებული, ხო? რა თქმა უნდა დამოუკიდებლობას ერთ-ერთი გამოწვევა, რა თქმა უნდა დამოუკიდებლობას ისე ვერ მიაღწევს. ეს ნება თავისუფალ ადამიანად, თავისუფალ პიროვნებად ყოფის ნება თუ არ აქვს ინდივიდს საზოგადოებაში გათავისებული და ინდივიდთა ერთობლიობას ვერანაირ დამოუკიდებლობას ვერ მიაღწევს. ბატონო ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან მივედით. ადამიანების თავისუფლად ყოფნის ნება შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ გამოწვევად და სხვას რას დაუმატებთ? მე ვფიქრობ, რომ აი ბატონს პათოს დავეთანხმები და ქალბატონის პათოს სრულად დავეთანხმები, რომ უმთავრესი გამოწვევა ჩვენი ქართველების არის შეთანხმება ღირებულებებზე, ანუ თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე და თავისუფლების მოთხოვნილება უნდა გააჩნდეს ჩვენ ადამიანებს. აი ეს არის ყველაზე მთავარი, ამის შემდეგ ყველაფერი მიღწევადია, მე ასე მიმაჩნია. გამოდიოდა ძალიან კარგი გაზეთი საქართველოში ბატონურ მას ემახსოვრება და ალბათ სხვებსაც გაზეთი საქართველო. ეს იყო ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის გაზეთი, სახალხო ფრონტის და მას ჰქონდა ერთი დევიზი და სულ მახსოვს ეს დევიზი. ის იყო ასეთი ეროვნული თავისუფლების გზით პიროვნული თავისუფლებისაგან, პიროვნული თავისუფლების გზით ეროვნული თავისუფლებისაგან. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გამოწვევები გვაქვს კიდევ ერთხელ უმთავრესი ქართველების ერთობა, ეს არის ჩვენი გამოწვევა. მტრის საერთო
დანახვა და დადგენა ყველა ქართველის მიერ, მოყრის დადგენა და ამის შემდეგ სტრატეგიის ჩამოყალიბება. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პრობლემა, ახლა გადაცემის წინ ჩვენ საუბრობდით, რომ ახალგაზრდობის რაღაც ნაწილმა არ იცის რა არის 26 მაისი. მე მეცაც გეტყვით, არა თუ ახალგაზრდობის ერთმა ნაწილმა, არამედ სხვა თაობის ნაწილმაც არ იცის, ან არ აფასებს, ან უარყოფითად აფასებს 26 მაისს. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრობლემა. ხალხი, რომელიც მტერმა გალახა, ის მტრისადმი ჟინით კი არ არის გამშვალული, ის მტრისადმი კოლაბორაციონისტულად მოდრეკილია. ეს არის ჩვენი პრობლემა და ჩვენ თუ ამ პრობლემებს გადავლახავთ, მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის ხელით ჩაჭიდებით შეიძლება ძალიან პათეტიკურია, მაგრამ ეს მე არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე. პლანზე ეს არ დგება ხოლმე, როცა ქვეყნის განვითარებაზე მიდგება ჯერი. არა, რა არის, იცით ახლა ნუ გემოვნებაზე არ დააობენ, მაგრამ აქ ჩვენ სახელმწიფოს ფუნდამენტზე გვაქვს ლაბარაკი. სახელმწიფოს ფუნდამენტი, მე მახსენდება ფინეთის ისტორია, ფინეთი ომის წინ, აი ესეთი პრორუსული პარტიებიც კი არ მინდოდა ეგ სიტყვა მეხსენებია, ყველანი ერთად დადგნენ და ფინეთმა სასწაულია ჩვენ ევროპაში წინააღმდეგობის ეროვნულ დამკვიდრებას. ეს არის ევროპული სახელმწიფო, ჩვენ რითაც თავი მოგვაქვს, რომ ჩვენ ვართ აი განსაკუთრებული ხალხი, ბალტიისპირეთის სახელმწიფო. ანუ ეს არ არის გეოგრაფიული პრივილეგია, რომ იყო შენ ძალიან მაგარი ერთს, რომელსაც თავისუფლება უნდა ყველა შემთხვევაში, სადაც არ უნდა ცხოვრდეს, ის ამ თავისუფლებას. დიდი მადლობა, ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ აიღოთ მიკროფონი. მე აქ საოცრად ვეთანხმები თქვენს პათოს, წინვალე იყო ყველაფერი, მაგრამ მაინც ერთს ვიტყვი. მე ვისი მეშინია, არ გაუჩნდეს საზოგადოების აზროვნებას ბზარი. ხალხი რომ იცოდეთ არაერთხელ დავამტკიცეთ ქართულებმა, რომ ჩვენ მზად ვართ ევროინტეგრაციისკენ წავიდეთ, გავხდეთ ევროპელები და ამის არაერთი დავდეთ. ხო, დავუბრუნდეთ, მაგრამ ისე გაჭიანურდა ეს პროცესი, ისე რომ იცით ბზარიც ჩდება. მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ჩვეულებრივ რიგით მოგალაკებთან. აქ წინვალე პოლიტიკოსები და ფსიქოლოგი ბრძანდება და ჩვენს გვავლილი გვაქვს ის ეტაპი, მაგრამ რა ხდება, როცა ბოლო ერმა თქვა ერთხელ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ჩვენ მივდივართ იქით. ძალიან ჭიანურდება ეს ეტაპი. ჭიანურდება თვითონ ხალხის შეგნებაში, ეს არ უნდა ჩაქრეს. აი პრობლემებზე იყოს, ეს მუხტი არ უნდა ჩაქრეს, რომ ჩვენ მართლაც ევროპელები ვართ. ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც ღირსია ევროპის სახში იყოს და ჩვენ ვამტკიცებთ. მე ძალიან მეწყინა სხვათა შორის თქვენ რომ ბრძანეთ კაბატო ნანა, რომ ახალგაზრდამ არ იცოდა, რომ დღეს 26 მაისი არის საქართველოს. ეს არის უკვე. ეს ავადმყოფობის სიმპტომებია. აი ამისთვის უნდა ვიღვაწოთ ყველამ პოლიტიკოსმაც, არაპოლიტიკოსმა, პედაგოგმა და ნებისმიერმა. ქართველებს კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ მათ გამოხატონ თავიანთი ნება. დიდი მადლობა. დიახ, დიდი მადლობა. მე ვინიშნა, კი ბატონო, მიიღეთ მიკროფონი. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, ზოგადად თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ბატონებმა კარგი დეფინიცია გააკეთეს ამ სიტყვების და წავიდნენ ფსიქოლოგიური კუთხით. მაგრამ მოდი დავაკვირდეთ მეორე მხარეს. ადამიანის ფსიქოლოგია გასაგებია, დავაკვირდეთ ქვეყნის ფსიქოლოგიას, რა უნდა ქვეყანას. და როდიდან ვართ ჩვენ ზოგადად ევროპელები? ჩვენ ევროპელები ვართ, როდესაც მივიღეთ ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის თავისუფლება და ევროპა არის თავისუფლება. ქრისტიანობის მიღებასთან ერთად თავისთავად ქრისტიანობა მოდიოდა ევროპიდან და გავხდით ევროპის ნაწილი, როდესაც ჩვენ გავხდით ქრისტიანების ნაწილი. სამწუხაროდ დღეს ვინც ხელისუფლებაში ზის ჩვენზე უფროსი ადამიანები, ისინი ელოდებიან ხელშეკრულებას. რატომღაც ევროინტეგრაცია და ევროპა ასოცირდება დღესდღეობით ჩვენთან ხელშეკრულებასთან. როდის მოვაწერთ ჩვენ ხელს და როდის გავხდებით იმ ნაწილი. არა ადამიანებო, საზოგადოება, მოსახლეობა. ანუ ევროპა და ევროინტეგრაცია არ არის ხელშეკრულება, ეს არის აზროვნება. ანუ შენ თუ არ გაითავისებ ამ ევროინტეგრაციას, იმ ღირებულებებს, იმ კულტურას, რომელიც არის ზოგადად ევროპის ქვეყნებში და იმ ფსიქოლოგიას, რომელიც არის ევროპის ქვეყნებში, ხო, როდესაც გაითავისებ ჩვენ სამას და გვექნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ თავისთავად მოვა ხელშეკრულება. ხელშეკრულება არ მოვა ის ჩვენი ქმედებით, რომელსაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, როგორც არის უფლებების დარღვევა უმცირესობების, ეს იქნება ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობები. ჩვენი ქმედება არ არის ევროინტეგრაცია, აზროვნება გვაქვს ჩვენ სხვა, რომელიც არ არის შესაბამისობაში ევროინტეგრაციას. ეს არის აზროვნებას მოყვება შესაბამისად ქმედება, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი აქ არ უნდა გამოვჩეს ჩვენი, რაც ჩვენია ქართული, ევროპული მისაღები, ყველაფერი კი არ უნდა მივიღოთ ევროპიდან. ჩვენი ის წინვალე თვისებები და რაც შეეხება სარწმუნოებაზე ხო აზროვნება ეგ მე რომ იცოდეთ ის რომ შემატოლმა არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა რა არის და მეორეც სარწმუნოება მარტო არ არის ჯული
არ არის ქვეყანა, რომ იცოდეთ, მაშინ რუსეთი სოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა არის მართლმადიდებელი ქრისტიანობის მატარებელი ქვეყანა და მაშინ რა გამოდის? ევროპელი ჩემი მტერია და რუსი ჩემი ძმა არის? ანუ დიდი მადლობა, გაქვთ სურვილი რომ დაამატოთ. ხო, რა დღეს ყველანი თავხდებით, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ძალიან და ამაში არ ორდებით ეს ერთხმად ვაღიარებთ ამას, უბრალოდ ვსჯელობთ ჩვენ, რაც გამოსავალს უბრალოდ ვსჯელობთ, რომ დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი და ძალიან სიამოვნებელია. ჩვენ ყოლია ახალგაზრდები არიან მეტნაკლებად ასეთი არა მარტო ამათ ასაკში, ჩვენ ასაკში და ჩვენზე უფროსებიც არიან, ვინც თქვა კომუნისტების მისტირის და ვისაც უკან დაბრუნება უნდა, მაგრამ არიან აქ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებიც აი სიღრმეებში ჩადიან და იქ ეძებენ გამოსავალს და გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ბატონო გია, მნიშვნელოვანი გამოწვევა რა არის? გამოწვევები არიან ესენი, რომ ეს არის გამოწვევა, რომ ესმით ამათ. მე მურმანი თქვა ხო მეწყინა, რომ არიან ასეთი ახალგაზრდებიო, მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც აზროვნებენ და მისაბაძები არიან თავიანთ მაგალითით. კარგით, დიდი მადლობა. ამ გზაზე პრობლემაზე ვსაუბრობდით, თქვენ ერთიანობა უკვე თქვით. დიახ, მე ბატონი სოსოს აზრს გამოეხმაურები პოზიტიურად რა თქმა უნდა და რაშია საქმე. ჩვენ ვართ მცირეერი ფიზიკურად და ტერიტორიულადაც და ყველა შემთხვევაში არსებობს საფრთხეები იმისა, რომ მოხდეს ასიმილაცია, მოხდეს რაღაც გავლენების მოხდენა, მაგრამ ბატონო სოსომ სწორად თქვა, ჩვენ გვაქვს იმხელა ჩვენ კულტურიდან გამომდინარე რეზისტენტობა ამ ყველაფრის მიმართ, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს მივიღოთ ის რაც გვჭირდება და ისეც ნუ წარმოვიდგენთ, რომ თითქოს ევროპის ქვეყნებში აი რაღაცნაირად დემონიზაცია ხდება. ინგლისზე აიგეთ კონსერვატორიული ცხოვრების უდიდესი მაგალითი, არ ვიფიქროთ, რომ ჩვენ ევროპელები ჩვენზე ნაკლებ ტრადიციონალისტები, ჩვენზე ნაკლებ კონსერვატორები, ჩვენზე ნაკლებ ოჯახური ღირებულებების მატარებლები არიან. ეს არ არის ხალხო ასე და მეორე თემა, რომ ჩვენ სადა ესპანეთში, ჩეობა, დანიაში ჩავზადით, ეფეები ყავთ, ჰერცოგები ყავთ და მადლობა ზაზა. ნუ ამრავი მაგალითად ერთ რამესაც ვიტყვი, გამოწვევა ჩვენი ბატონო სოსო. აი ყველა ხელისუფლების ჯერჯერობით მაინც ეს არის განათლების სისტემაში ამ თემის კიდევ უფრო კარგად გამოკვეთა და ჩვენი თაობის აი რაზეც გული გტკივა ეს სულ არ არის ამ ახალგაზრდობის ბრალი რა ყრმა ნახო ავად ზრდილი ცემა გმართების გამზრდელისა ჩვენ ამ ხალხს ეს განათლება სასკოლო განათლებას თუნდაც პატრიოტულ თემაზე განათლება ხო აი ეს ყველაფერი გამოწვევაა რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერის დამოუკიდებლობის გამტკიცების საქმეში. გოგონებო დაამატებთ რამეს მნიშვნელოვანი პრობლემები გამოწვევები რაც არის ამ გზაზე? დიახ, აი სწორად აღნიშნეთ რომ განათლება ერთ-ერთი უპირველესი და მნიშვნელოვანი არის განათლება, იმიტომ რომ სკოლის პერიოდი ეს არის ის პერიოდი, როდესაც უნდა ისწავლოს ადამიანმა ამ დღის მნიშვნელობა და საერთოდ საქართველოს ისტორიის აი ეს მნიშვნელოვანი დღეები და ეს მნიშვნელოვანი მომენტები, როგორც არის 26 მაისი. და რაც შეეხება გამოწვევებს ასევე ონისემ თქვა რომ აი ტრადიციებთან და კულტურასთან დაკავშირებით მე ბოლომდე ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ის კულტურა და ის ტრადიციები რაც არის, ეს არის ჩვენი ქართული ერის და ერთი წამით ტრადიცია შევიყოს ძალიან ესე იგი მოძველებული, მართლაც ისეთი რომ მიუღებელიც კი, მაგრამ ეს არის ჩვენი ქართლის ტრადიცია. აი ჩვენ ამ ტრადიციებით მოვიდივართ. შეიძლება შეგეკითხო, ანუ დროთა მდინარებაში იცვლებოდა თუ არა ის ღირებულებები, რომლის ერთგული საზოგადოება რჩებოდა, ანუ ტრადიციები დროთა განმავლობაში ანუ ეს გარდაუვალი პროცესია შეიცვლება, იმიტომ რომ როდესაც დრო მიდის ეგრეთ წოდებული პროგრესი ხდება. თუ კი ფიქრობ რომ რაღაც არ არის ისეთი ცუდიც კიო ამბობ და თუ კი ცუდია ის ტრადიცია, რატო გავაგრძელო მე? არა, ცუდიც ყველა ანუ არის რაღაც ნაწილი, შეიძლება ესე ვთქვათ, დავაბალანსოთ, არის ძალიან კარგი ტრადიციები გვაქვს, თუნდაც აი ოჯახის ტრადიცია, რაღაც სუფრის ყველანაირი ტრადიცია გვაქვს ჩვენ ქართველებს და აი ეს ტრადიციები ხო არის რაღაც მოძველებული. რა თქმა უნდა, ფასეულობებში უნდა შევჯერდეთ უპირველეს. ვერ ვიტყვი რომ არ ვარ, უბრალოდ არის მოძველებული, აი დღეის მდგომარეობით, აი 21 საუკუნისთვის. რამე თქვა რომ არ ვარ გაო ისეთზე რომელიც იყო რაღაც ანუ ტრადიციები ჩვენ უნდა გადმოვიღოთ ევროპისგან გადმოვიღოთ არა ევროპამ გადაიღოს ჩვენგან, იმიტომ რომ იმდენი კარგი რაღაცა გვაქვს. კარგით, მადლობა თათია. მადლობა თათია, დაამატებ რაიმეს ხატია.
ისევ განათლებას მინდა მიუბრუნდე, რომ არა ჩემი ისტორიის მასწავლებელი, მეც ჩემთვის დღეს რო გეკითხათ 26 მაისი რა დღეა, მეც იგივე პასუხს გაგცემდით, რომ არ ვიცი. უბრალოდ როცა გადავხედე ჩემი ძმის უკვე იმღელა, რომ უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია, როცა გადავხედე მის სახელმძღვანელობს, სამწუხაროდ ვერ აღმოვაჩინე ესეთი ისტორიის წიგნი, რომელიც გააცნობდა თუ რა დღეა საერთოდ 26 მაისი და ვფიქრობ, უნდა მივხედოთ ამ საკითხს, რომ უფრო მეტი განათლებული თაობა წამოვიდეს, რადგან არ მგონია ახლანდელმა თუნდაც ჩემი ძმის ასაკის ბავშვებმა იცოდნენ, საიდან უნდა იცოდნენ თუ არა ასწავლე. დიახ, დიდი მადლობა. და განათლება არის ერთ-ერთი გამოწვევა. ორი სიტყვით თუ გინდა რაიმე დაამატონ ისე. მოკლედ ბატონო სოსო. მე ყურადღებით ვუსმენდი ჩვენს აუდიტორიას, ჩვენს სტუმრებს და რამდენიმე დეტალი გამოიკვეთა. ერთიანობა ღირებულებებისადმი დამოკიდებულებაში. ასევე ბზარი არ გაჩნდეს იმ ევროპული სწრაფვაში, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა და ნება, რომელიც იყო გამოხატული მყარად. შემდეგ განათლება. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევებია ამ გზაზე და ჩვენი სტუმრები ნაკლებად საუბრობენ ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, ღირებულებებზე, ფასეულობებზე, იმიტომ რომ ალბათ ყველაფერი ეს მოგვიტანს იმას, რომ ეკონომიურად უფრო მდგრადი ვიქნებით, არ ვიცი. კომპლექსური საკითხია. მოდი პირდაპირ ვიტყვი, პირველ რიგში რაც ხა ითქვა, ანუ სამოქალაქო განათლება პირველესი და უნიშნელოვანესი თემა არის იმისათვის, რომ მოსახლეობის ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ფენამდე დავიდეს რა არის ევროინტეგრაცია, რა არის ვიზა ლიბერალიზაცია, რა არის ეგრეთ წოდებული DCFTA, ანუ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თუ ადამიანი საინფორმაცია არ აქვს, ის ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და მის გადაწყვეტილება არ იქნება, თუ მიიღებს, არ იქნება სწორი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სახელმწიფო ზედმიწევნით შეასრულა ამ მომენტისათვის ყველა ის დავალება, ესე რომ ვთქვათ, საშინაო დავალება, რაც იყო მიცემული ევროკავშირიდან და კიდევ გრძელდება მუშაობა ამ თემასთან დაკავშირებით და თვითონ გამოვიდები, რომ ველოდებით უკვე მომდევნო სამიტისთვის წარმატებულ გადაწყვეტილებას, საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ევროინტეგრაციის ინფორმირებულობის კუთხით და შექმნილია სპეციალური ევროინტეგრაციისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრი, ალბათონი ელენე გოგსაძე არის მისი ხელმძღვანელი და მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფელ დადის ეს ხალხი და აძლევს ინფორმაციას თითოეულ მოსახლეს მის კითხვებზე პასუხობს. უბრალოდ რუტინულად კი არ უკითხავს, რაც საინტერესებს იმაზე ესაუბრებიან. და ბოლოს რაც არის შეეხება ბზარს, რა თქმა უნდა, ყველას კარგად მოგეხსენება, რომ ევროკავშირში თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციის მიღება ეს არ არის 1-2 და კიდევ 3 წლის თემა. ეს არის კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას სწორი და მიზანმიმართული სტრატეგიის შედეგი, რომელიც თან მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული. დამერწმუნედ და ამას ხმამაღლა ვიტყვი და მე კი არა ამას ევროპის ძალიან ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი აღიარებს, რომ არა თანამედროვე სიტუაცია დღეს ევროპაში ჩვენ შესაძლოა თავისუფალი ვიზის რეჟიმი უკვე მიღებული გქონოდა. ამასაც გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ ხედავთ რა ხდება უკრაინაში, რა მდგომარეობა არის და პოლიტიკური სიტუაცია როგორ არის დაძაბული და დაჭიმული არის ეს ასე რომ ვთქვათ ურთიერთობები. ამიტომ ყველა ცდილობს რომ მეტი დაჭიმულობა აღარ იყოს. შესაძლებელია დაჭიმულობა უკვე შემდეგ ყიფე გახდეს და რაღაც გაწყდეს. ამიტომ ამასაც ამ საკითხს გამოვრიცხავთ. ყველაფერი ჩვენზე მხოლოდ არ არის დამოკიდებული. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი რომ სახელმწიფო ზედმიწევნით შეასრულა ამ მომენტისათვის ის რაც უნდა შეესრულებია. რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას. დიახ. ეს იყო აზროვნებასთან დაკავშირებით. იცით არის, რა თქმა უნდა, ერი რაღაც ტრადიციას თავისთვის იშორებს. არა, ყველა ტრადიცია ჩვენ სხვა რაღაც გქონდა დაუშვათ რამოდენიმე საუკუნის უკან არ ვიქნება ეს ტრადიცია. იმიტომ რაღაცა შევინარჩუნეთ, რაც მოგწონდა რაღაცა ხო, იყო რაღაცა ტრადიციები, რომლებიც თვითონ ერი მიხვდა, რომ ეს არ იყო და საჭირო და ეს რაღაც იყო რაღაც ეტაპზე, შემდეგ ჩაიხსნა და აღარ არსებობს ეს ტრადიციები, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ გვინდა ჩვენი სულიერებით შევიდეთ იმ ევროპულ ოჯახში და დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს რაღაც ევროპული ოჯახის ტრადიციების გაზიარებაც. დავუვათ, მაგრამ ეს ჩვენზე არის დამოკიდებული და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის ჩვენთვის მისაღები და რა არ არის ჩვენთვის მისაღები. კიდევ ერთხელ ვამბობ, წარმოვიდგეთ და დავანახებთ იმას ისე რომ თვითონ და ევროპა არის აღრიცხნილობის აპოთეოსი. არა ბატონებო, ევროპაში ძალიან ისეთი ოჯახები, რომელთაც სიწმინდე თავარი ამოსავალი წერტილი არის ოჯახის ზრუნვა, პატრონობა, ისეთი ადამიანები არიან, უბრალოდ
ვიღაც იქ შეიძლება უფრო სხვანაირად ასე რომ ვთქვათ, უფრო მეტად ლიბერალურად ეკედება რაღაც თემას, მაგრამ არ აკეთებს მეორე მხარე თავისი პოზიციის ინტენსიურად ლობირებას და ქრისტიანობა განა სხვა არის თუ არა შემწყნარებლობა ტოლერანტობა. რა თქმა უნდა, და მეორე იმას ვიტყვი, რომ იქ არ არის რომ მე ვარ უმცირესობა და მე შენზე მეტი ვარ, იმიტომ რომ მე უმცირესობა ვარ. ასეთი მდგომა ევროპაში არ არის. უმცირესობას თავისუფლება აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი უფლება უმრავლესობას მოახვიო თავზე. ანუ აქ ძალიან დიდი ბალანსი და მართლა გონიერება არის საჭირო იმისათვის რომ განსაზღვრო რა და როგორ უნდა გააკეთო თორემ ხა თუ პასი პირდაპირ და ხელის მოსვლით ვისაუბრებ ჩვენ მაშინ ჩავკეტოთ ჩვენი საზღვრები დაუჩეთ და დაწუნებით შეიძლება თქვა რომ საზღვრები ჩაკეტილი საქართველოს უფრო მოკლე მომავალი იქნება ვიდრე საზღვრები გახსნა საქართველოს თან ევროპულ ოჯახში იმიტომ რომ ევროპულ ოჯახში ჩვენ ვხედავთ ჩვენი იდენტობის შენარჩუნებას მე ამას ვადავარ დარწმუნებული და ამას ძალიან ბევრი ამბობს იმიტომ რომ ჩვენ ევროპულ ოჯახში უფრო მეტი სარგებელი გვექნება ესე რომ ვთქვათ პოლიტიკურადაც ეკონომიკურადაც უსაფრთხოების კუთხე შემეძლია სახელი და გვარები ჩამოთვალო ის უცხოელები რომელთანაც მიწევდა ურთიერთობა და ზოგს მისი შვილები ზოგს მისი მეუღლე ზოგისაც აქ დაოჯახდა და აქ დარჩა იმიტომ რომ იმ ხალხს რაც აკლდათ ის ნახეს აქ სულიერება იპოვეს აქ ან გადაიღეს, წაიღეს. მე გეტყვით ორეგონის შტატში ჩვენმა მასპინძელმა მეზობლები დაპატიჟა, იმიტომ რომ საქართველოში თურმე როცა არის ესეთი მაგალითები, კი ბატონო. მის საპატივცემლოდ მეზობლებს ეძახდა მისი მასპინძელი და ძალიან მოეწონა მას ეს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი გვაქვს. თუ რამე კაბს ვინმე შემოგთავაზოს, კი ბატონო, მივიღოთ. თორა და ჩვენ გავცეთ ჩვენი კარგი და იმათ ვასწავლოთ. ეს გზა მე ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის ყველა შემთხვევაში სასარგებლო და ასე ვთქვათ, განვითარების ქვეყნისთვის სწრაფა ეს ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ქვეყანა ყოველთვის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მიღწეული შენარჩუნებას. განვითარებაში არის ყოველთვის წინსვლა და დიახ, დიდი მადლობა. როგორ გაუმკლავდეთ ამ გამოწვევებს ქალბატონო ციც? ძალიან რთულია ეხლა როგორ გამოდის იცით რომ კი არ გამოდის და მართლა ასეა რეალურად ასეა არჩევანი უნდა გავაკეთოთ ორ გზაში ხო ორ მიმართულებას შორის. ხშირად იდგა მსგავსი არჩევანის წინაშე ქართველიები. საქართველოს მაგრამ ეს შუა საუკუნეებამდე იმდენად არის და თავარი არის ადამიანმა პიროვნებამ და ერმა ერთად აღებულმა მე აღარ ვისაუბრებ ცალკე ინდივიდებზე ერმა თვითონ შეინარჩუნოს ინდივიდუალიზმი და თვითყოფადობა ის რასაც ჩვენია ყოველთვის გვიკიჟინებდა და გვასწავლიდა ჩვენი თავი ჩვენადმე უნდა გვეღოთ ის სწრაფვა ევროპისაკენ აი ისე კარგად თქვა რომ ქრისტიანობა ევროპიდან შემოვიდა და მას ძალიან დიდი თავისუფლება მოყვა ძალიან დიდი კულტურა მოყვა ანუ ეს არ არის მუშინდელი და მოთხოვნადელი და ახალი ამბავი. გაიხსენეთ დავით აღმაშენებელი, რომელმაც სასწავლებლად სტუდენტები თავის დროზე ევროპაში გაგზავნა, ხო? ის 40 საუკეთესო სტუდენტი. ანუ ევროპისაკენ ჩვენი დიდებულები და ჩვენი წინაპრები ყოველთვის იხედებოდნენ. ამით რისი თქმა მინდა, ჩვენს ცნობიერებაში ქართველი ერის ფსიქიკაში ყოველთვის იყო ჩადებული სწრაფვა იმ გზისკენ და იმ მიმართულებისაკენ, რომელსაც შეეძლო კარგი დადებითი პოზიტიური შემოიტანა თვითონ ერის თვითყოფადობის განვითარებისათვის. თამარ მეფეს ასაუბრებს, ეხლა შეიძლება ვინმეს გაუკვირდე, მაგრამ კლასიკოსებს ვიხსენებ, ამაზე კარგი წარსული და ამაზე დიდი ფსიქოლოგები ჩვენ ტყუილია, მართლა არ ყვანან. გრიგოლ ორბელიანი თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში გამახსენდა უცებ რომ და თამარ მეფის სიტყვებით ლაპარაკობს, ანუ მე-12 საუკუნეშიც იდგა საკითხი რომ ქართველი ერი დამდგარიყო ერად სხვა ერთა შორის და რა თქმა უნდა ამაში არ მოიაზრებოდა მხოლოდ ერთი ან ორი თუნდაც ხუთი მხოლოდ მეზობელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით იმ ერებში გულისხმობდა იგივე თამარ მეფე იგივე ნებისმიერი ჩვენი წინაპარი და ყველა ქართველი მოაზროვნე ერებს შორის ისინი ყოველთვის მოიაზრებდნენ იმ კულტურულ, იმ ცივილიზებურ, ცივილურ ერებს და იმ დიდ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც დღეს მსოფლიოშია და რომელთაც მსოფლიო ამაყობს. თავარია კიდევ ერთი აუცილებლად შენარჩუნება, კიდევ ერთხელ ვამბობ კაცრავად, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა. ვერაფრით კოსმოპოლიტი ვერ გახდება ვერცეთი ადამიანი, ეს ძალიან ცუდად იგებენ ამ სიტყვას უბრალოდ გარემოში ხო მე ვფიქრობ უკვე პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი ხო ადრე არ ისწავლებოდა ერთ პერიოდი ისწავლებოდა თუ შენ არ იცი შენი
ეროვნული ფასეულობა რა არის, შენი ეროვნული ღირებულება რა არის, თუ შენ არ აგარ გათვითცნობიერებული, რას წარმოადგენს როგორც ერი და ეროვნული მენტალობის მატარებელი ინდივიდი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები საინტერესონიც კი არ არიან, მოკლედ ევროპული ოჯახისაგან ძალიან. დიახ, ამიტომაც უნდა დავასრულოთ გადაცემა. ევროპისაგან საქართველოს გახდეს მათი პარტნიორი და არა რომელიმე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ რომელიმე ისეთი ჩამორჩენილი ქვეყანა, რომელიც არ გამოირჩევა თავისი ისტორიული ღირებულებებით და უკვე უნდა დავასრულოთ გადაცემა. ამიტომ ბოლო მესიჯები, ბოლო ესე ვთქვათ მიმართვე კითხოს ძალიან მოკლედ და სწორად გასცა 19 საუკუნეში უდიდესმა ქართველმა ეთი პატარა ლექსი დამეხსენი ჭtildeელო რა მაქვს შენთან საზერო თვითპინჯურ მოვლელო მე რა უნდა მომიარო რაც შეეხება ევროპულ სახს ეს არის ძალიან დიდი ლამაზი კეთილმოწყობილი სახლი სადაც გვეპატიჟებიან ოღონდ გვეუბნებიან ცოტა ფეხსაცმლები გაიწმინდეთ გაისწორეთ ტანსაცმელი და მოვბრძანდით ჩვენც კეთილი უნდა ვინებოთ რაც ზედმეტია მოვიშოროთ და ძალიან ბევრი თუ არა ცოტა რაღაცა მაინც გვაქვს ზედმეტი და მოწესრიგებული შევიდეთ იმ უძველეს სახში რომელიც თავის დროზე რომის აგებაში თავის დროზე ქართულებმა ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღო. მადლობთ. ბატონო გია. აქ გაიხსენეთ ისტორია, კლასიკოსები, მოკლედ ქართლის ცხოვრებაც ამას გვასწავლის და ეგ წერია ესეთ განმარტება რა არის ცივილიზაცია, არის უმაღლესი რანგის კულტურული ერთობა, რომელიც აერთიანებს 4 ზოგად განმარტებას, ხო, 3 ზოგად განმარტებას, ძირითადად ეს არის რელიგია, ტრადიციები და სარწმუნოება და ტრადიცია. ანუ ტრადიციები ჩვენ რაღაც ნაწილი დავკარგეთ, ალბათ დავკარგეთ იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე გადავედით და ის ტრადიცია იმ დროს ალბათ მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ხო არ ვიცით, მაგრამ დაგჭა ოჯახის იყო თუ არა ტრადიცია? ხო, იყო აი მაგალითად ტრადიცია და მარტვილში. კი ბატონო, იყო და მას ეს დავტოვეთ ეს წარმართული დავტოვეთ იქ, მაგრამ დაგვჭა ოჯახის მეგობრობის ტრადიცია შეგვიძლია, შუალად მოკიდების ტრადიცია შეგვიძლია, თუმცა ამას ესე რიტუალურად დღეს არ ვაკეთებს, მაგრამ მაინც ვაკეთებთ ამას. სუფრის ტრადიცია, მასპინძლის სტუმარს მასპინძლობის ტრადიცია შეგვიძლია, ბევრი ისეთის ტრადიცია შეგვიძლია, რომელიც ძალიან ღირებულია და არ შეიძლება დღეს ხშირად ნახავთ აქილიკებენ ქართულ სუფრას და იქ შიშველ მამაკაცებს როგორ ეხუტებიან ერთმანეთს ცუდი და კარგი ყველგან ხდება ხო ეს არ შეიძლება ამის გაფუჭება და არ შეიძლება იმ ფორმას აქილიკებენ ხო მაგრამ ფორმას და არა შინაარს დიახ გაუბედურებულმა იმ ფორმას რომელიც ხშირად იტვირთება ამ ბოლო დროს Facebook-ზე თორე თორნიკერის თავში როგორ ხატავს აკაკი არა ქართული სუფრის ტრადიცია ხო მე ზუსტად ამას ვამბობ ქალბატონო ეს ჩვენთვის არის ღირებულება ეს არ არის რაღაც ნაწილი და რაღაც შეძენილი ან ეს არის ის ღირებულება რაზეც ხო რა თქმა უნდა და გადაურჩენია და გადაარჩინოს უნდა რა თქმა უნდა სწორად თქვა აგე გოგონამ რომ ტრადიცია იქნებ ჩვენ არ გვეშინია ევროპული არ ვიცი მე ღირებულებებს არ დავაქვთ იმიტომ რომ ჩვენი ღირებულებები გაგვაჩინია ჩვენთვის ეს არის თავარი ღირებულება თუ კარგი შეიძლება ავიღოთ იქიდანაც ევროპიდან მაგრამ ჩვენი იქნებ ჩვენი ტრადიცია გასაზიარებელი იმათთვის ხო ეს არ არის ესე ამაზე აურჯულოთ ჩვენთვის ტრადიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავარია ის არ დავკარგოთ ჩვენ თვითმყოფადობა არ დავკარგოთ თორე იმისთვისაც ვიბრძვით ჩვენ ამაზე თანხმდებით რომ ის უნდა ვიბრძოლოთ და ძალიან კარგი ბატონ ზაზა მე მხოლოდ ძალიან მოკლედ დავამატებდი რომ ჩვენ ქართველებმა და ზოგადად ყველა ერმა ყველა სუბიექტმა თვითკრიტიკულად უნდა შეხედოს საკუთარ თავს ჩვენ გაგვაჩნია როგორც ძალიან კარგი მხარეები ჩვენ გაგვაჩნია ასე სერიოზული ნაკლოვანებები. ახლა 319 ქართული სირცული მე მგონია ისეთმა კაცმა დაწერა, რომ იმას ვერავინ ვერ შევედავებით. აქედან გამომდინარე ჩვენ იდეალური ხარხი ვარ და ჩვენ ყველაფერი კარგი გვაქვს. ამის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ უძველესი კულტურა გვაქვს, რომელსაც შემონატრის, ჩვენზე გაცილებთ მრავალრიცხოვანი ერები, ესეც ფაქტია. ანუ უნდა ამოვიდეთ ჩვენ რეალური სიტუაციიდან და მე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, ჩვენ ვერ ვართ სტერილურ გარემოში. ჩვენ ევროინტეგრაციისგან სწრაფად ვერ მიესალმება და არ მიესალმება ჩვენი ისტორიული ვიტყოდი მე არავითარი ზიზღი და რამე არ მაქვს მაგრამ ეს არის მათემატიკურად დათვლადი სიტუაცია რომ ჩვენ ძალიან გვიშლიან ამაში ხელს და ჩვენ გაასკეცებულად უნდა გამოვფხიზლდეთ და განსაკუთრებული როლი ამ საქმეში უნდა თქვა ახალგაზრდობამ და ინტელიგენციამ. მეტი შრომა და მეტი ძალისხმევა. მასმედიამ მათ შორის განსაკუთრებული როლი მე ძალიან უწევს თქვენი პოზიცია არა იმიტომ რომ მე ვინმე არ მიყვარს არამედ იმიტომ რომ მე ჩემი ერის მომავალს მხოლოდ და მხოლოდ ამ ორ ალტერნატივაში აქეთ უკეთესია. შეიძლება ეს არ იყოს იდეალური რომ ჩვენი თავი ჩვენად გვეყვნდეს ესეთი
მდგომარეობა არ არსებობს აბსოლუტურად რომ გეყუდრი შენ კი არ ამერიკას არ აქვს მისი თავი აბსოლუტურად დამოუკიდებელი მაგრამ აი ჩვენ სადაც ჩვენს მეობას აი ქუთაისურად რო ვთქვა ჩვენს თვითყოფადობას ჩვენ იდენტობას მაქსიმალურად შევინარჩუნებთ და ჩვენ ვიქნებით ისეთები როგორც უნდა ვიყოთ ძირითადად აი იქეთკენ უნდა წავიდეთ ჩვენ და ჩვენ ამას უნდა დიდი მადლობა გადააწოდოთ თათებს სიტყვით დავამატებ თქვენ ეკონომიკა ახსენეთ და ეკონომიკა უქონლობა არ არის პრობლემა უგონობა აი რაზეც პრეტენზია აქვს ახალგაზრდებს გაუნათლებლობაა პრობლემა როცა განათლებას მივიღებ და როცა უგონობა არ დაგვირევს ხელს აი მაშინ გადავჭრით დიდი მადლობა მოვფეროთ ერთმანეთს რომ არ გავქრეთ კაცობრიობის უკანასკნელ გაღიმებას მამარდაშვილი სიტყვები აიცოდეთ ახალგაზრდებს გადავცათ ანუ მინდა დასასრულისკენ წავიდე და მინდა პატარა რეპლიკაც გავაკეთო განცხადებებთან დაკავშირებით და ზოგადად ამ თემებთან დაკავშირებით. ანუ დღეს ვახსენებთ ჩვენ ტრადიციებს და ხაზი გავუსვით ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფენომენს ეს არის ქართული სუფრა. ეს ქართული სუფრა არის ან მე არ ამას ამბობენ მეცნიერები და ისტორიკოსები. ეს არის მეცნიერება, ეს არის დიდი აკადემია და სამწუხაროდ დღეს მართლა Facebook-ზე იდება არა მარტო Facebook-ზე ინტერნეტ სივრცეში ისეთი ვიდეოები რომლებიც აკნინებენ და უამრავ ადამიანებს ქართულ სუფრას უარყოფით მხარეს აჩვენებენ. დღეს ქართული სუფრა არის განათლება და გაუნათლებლობა აკნინებს ამ ყველაფერს. სამწუხაროდ დღეს ის საზოგადოებაში არსებობს ევროპული 10 მითი. ანუ ჩვენ თუ ამ 10 მითს არ დაუძლებთ განათლებით, ცნობიერებით, ჩვენ ვერაძოს ვერ შევალთ ევროპაში. მადლობა დიდი. ჩვენ ვისაუბრებთ ალბათ იმ მითებზეც, რომელიც არსებობს ევროპასთან მიმართებაში და იმ რეალობასთან დაკავშირებითაც, რომელიც ასევე არსებობს. ოღონდ მომავალ გადაცემებში თათია ბრძაnen. თათია ბრძაnen. დიახ, მინდა რომ მეც დასასრულისაკენ წავიდე და რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო აუდიტორიაში გაჟღერებულ სხვადასხვა მოსაზრებებს. ვიტყვი რომ თუ ჩვენ გვინდა ევროპა, მაშინ უნდა შევიცვალოთ ცნობიერება, აზროვნებით ცოტა უფრო მეტად წინ უნდა წავიდეთ, უნდა ჩავწვდეთ იმ ყველაფერს, აი იმ ესე ვთქვათ, ევროპულ ღირებულებებსაც, რომელიც გვინდა არ გვინდა მოგვიწევს გავიზიაროთ, მოგვიწევს თუ ჩვენ გვინდა ევროპის კარის გაღება, მაშინ მოგვიწევს ასე თუ ისე ბევრი რაღაცის დათმობაც, ბევრი რაღაცაზე უარისქმას და ბევრი რაღაცის ესე ვთქვათ ჩვენ ქართულთან შეზავებაც. დიახ, დიდი მადლობა. შეიძლება ითქვას ბევრი უკეთური რამის დათმობა, რომელიც უკვე რაღაც ისე როგორ საცდუნებლად მოგვევლინა ქართველებს. სიზარმაცის დათმობა პირველ რიგში. მეკრთამეობის დათმობა და ნუ ბევრი რაღაცის დათმობა მოგვიწევს დიახის. აი მაგასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ჩემი აზრი. მაგ თემასთან დაკავშირებით, ანუ არავინ არ გთხოვს ევროპაში შევიდეთ ისე რომ მოვიხადოთ ჩვენი ქართული ჩოხა. უბრალოდ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ესე რომ საჭირო გავხადოთ, მოვიხადოთ. იმას ვამბობ ამით რომ პიროვნულ თვითშეგნებამდე თუ ბევრი საკითხი არ დადგა, ჩვენით გავიხდით იმ ჩოხას, რომელსაც საერთოდ არ გთხოვენ რომ გავიხადოთ. და ჩვენით მივიღებთ იმ ცუდ ავიღებთ იმ ცუდ ტრადიციებსაც თუნდაც, რასაც ევროპაში ვხედავთ და ჩვენით დავკარგავთ ჩვენს კარგს. დიდი მადლობა ყველაფერი პიროვნულ თვითშეგნებამდე. დიახ, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმენთ. ტრადიცია ერთია, ღირებულება მეორე. ღირებულება არის მარადიული. ეკონომიკაზეც ვახსენეთ ჩვენ ხო აქ მე ეკონომისტი არა ვარ და არ შემიძლია ამ კუთხით რაიმე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი. სოფლიო ცივილიზაცია, სოფლიო მემკვიდრეობა არ იცნობს არცეთ გადარჩენილ ერს, რომელიც დღეს თავს მოიწონებს, თუნდაც ჩვენ წელთაღრიცხვამდე დროინდელი თავს მოიწონებს თავის რაღაცა საოცარი ეკონომიკური ძვრებით, ეკონომიკური ცვლილებებით და ასე შემდეგ. ყველა ცივილიზაცია და ყველა კულტურა გადარჩა სწორედ ეროვნულ ცნობიერებაზე აგებული ამ მარადიული ღირებულებებით, რასაც ქვია კულტურა და რამაც მოიტანა ეს ცივილიზაცია დღემდე. ჰეგელს აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი, ყველა ერიო თავისთვის ისტორიულ სულელობაში ახორციელებს ყოველთვის რაღაც იდეას, რომელზედაც მერე ხდება აი ამ სახელმწიფოს აშენება. ეს იდეა ქართველი ერისთვის, ქართული ცნობიერებისთვის იყო ზუსტად ყოველთვის ბრძოლა თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. ჩვენ შეგვიძლია როგორც ჯავახიშვილი იტყო და არ გავიხადოთ ჩოხა, მაგრამ ვიყოთ ევროპელები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამიმეორებ ამ სიტყვას, ჩვენ გენეტიკურად ვართ ევროპულად მოაზროვნეერი, ცივილურად მოაზროვნეერი და ამავდროულად
ჩვენი ეროვნული ცნობიერების მატრებელი ერიც და ამდენად თუ ამ ნებას არ დავთმობთ ყოველთვის ვიქნებით ქართველები ჩვენი ცნობიერებით სადაც არ უნდა წავიდეთ იქ. დიახ, გმადლობთ. მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო სრულიად საქართველოს დღევანდელი დღესასწაული. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დღევანდელ დღეს ესეთი საინტერესო გადაცემა და ესეთი საინტერესო სტუმრები მოიწვიეთ თქვენს ტელეკომპანიაში და მე ღმადა ვარ დარწმუნებული, რომ ალბათ გაისად მე გპირდებით, რომ ისე მოვალ თქვენს გადაცემაში და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ვიზა ლიბერალიზაციაც მიღებული იქნება და ქვეყანა კიდევ წინ იქნება წასული. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემის ორგანიზებისათვის. დიახ, დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ის და მომავალი 26 მაისი გაცილებით წარმატებული საქართველოს საწინდარი იყოს. ასეთი აქტუალური თემების დაყენებისათვის თქვენი ტელევიზიის ეთერი. დიახ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა ტელემაყურებლებს. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ტელემაყურებლებს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ წარმატებებს. საუკეთესო სურვილებით დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობდნენ. მე სიამოვნებით წარმოგიდგენ ბატონი სოსო ხახალეიშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, ქალბატონი ციცი ჯინჯიხაძე ფსიქოლოგი, ბატონი მურმან წოწორია, მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, ბატონი გია ელიავა მუზეუმის დირექტორი, ბატონი ზაზა ჯალაღანია იურისტი, სტუდენტები ატია ბანძელაძე, ონისე ჯანაშია და თათია ოჩიგავა. კიდევ ერთხელ გმადლობთ, მადლობა ტელემაყურებლებს, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.